80-იანი წლების დასაწყისი. ბალტიისპირეთში ალალბეძე მოხვედრილი ქართველი სტუდენტი დილას უცხო სოფელში იღვიძებს. ქართველი სტუდენტი რა ქართველი სტუდენტია, თუ სასიამოვნო ნაბახუსების შეგრძნება არ ახლავს. დანამდვილებით არ ახსოვს, აქ როგორ მოხდა. გამოვედი ჰაერზე, რაღაც იქ ტყეა, ნისლი, ულამაზესი პეიზაჟია და მე ისევ ტყეში შევდივარ ტყეში, მივდივარ მიხსენო და ხედავ პასპორტი და დაგლეჯილი რაღაცა. მეთქი ვათა პასპორტი დაგლეჯილი. ავიღე შევხედე ჩემი პასპორტი. გადავირია ცოტა ხანი ვიყავი დადარეთიანებული. საიდან მოხდი ჯერ ტალიში პირველად ვარ, მე რიმ სოფელში ხო პირველად ვარ და მე დილას ბაღში გავედი და ჩემი პასპორტი მიპოვე. ისევე როგორც ყველაფერს ამ უცნაურ განგების ნიშანსაც მე ახსნა მოეძებნა. ვიღაცამ სადღაც რაღაც დაკარგა და ნივთმა ცოტა წაიმოგზაურა. როგორ არ უნდა დაეჯერებინა დათო სიხარულიძეს, რომ ის იღბლიან ვარსკვლავზე გაჩნდა. ეს მოგზაურობა, სადაც დათო სიხარულიძე მეგობარ დათო თაყაიშვილთან ერთად იმყოფებოდა, იმავე ფანტასტიკის ჟანრში გაგრძელდა. ჯერ პერესტროიკის განთიადიც კი არ დაწყებულა, მათ კი საბჭოთა ესტონეთის დედაქალაქში პროვოკაციული აფიშა აღმოაჩინეს. დავდივარ და რაღაცა პატარა კინოთეატრის აფიშაზე წერია რაღაც აწერია, გავიხსენებ როგორ იყო ანატომია სექსა რაღაც ეგეთი. ბიჭო ასე ხარ ეხლა აქ არის, აი ხო უცხოეთია და ბიჭო აქ რაღაცა იქნება, აბარა არ იქა, გავქანდით ვიყიდეთ ბილეთები ეგრევე და ყველაზე კარგი ადგილები ავიღეთ და მადრე მივედი და დავიკავე ჩვენი ადგილები და სხედვართ ეხლა ხო და ვარავინ არ მოდის რა უბედურება რაღაც ეგ მოხდა დარჩა ხუთი და კარები იყო დინ ბარაბნები მოდიან ბავშვები შემოდა პიონერები წესავყავს კელსაბამებში და დაჟე გაივსო მთელი დარბაზი ჩვენ შვაში შევხედავთ ორი გამოთაყვანებული შვაში რა ხდება როგორ არის ბიჭო დაწო რა აი ხო და დაიწყო ფილმი და თურმე რა ბუზების გამრავლებაზეა ფილმი ბიოლოგიაში რაღაც ბოტანიკაში რაღაც მოკლედ ესე ვნახეთ პირველი პორნოგრაფიული ფილმი მე და მოკლედ ამ დუეტმა სახელი ძალიან მალე გაითქვა. მათ წარმატებას კავშირი არც საბჭოთა სექსუალურ რევოლუციასთან ჰქონია და არც საპასპორტო რეჟიმთან. ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ, კინოფაკულტეტზე, სადაც გელა კანდელაკმა და თამაზ გომელაურმა მულტიპლიკატორების ჯგუფი ჩამოაყალიბეს. დათო სიხარულიძეს მულტიპლიკაციური სახელოსნოს შექმნის ამბავმა გორში ჩაუსწრო. სადაც სამხატვრო აკადემიის ინტერიერის ფაკულტეტდამთავრებული სტუდენტი გორ პროექტში, მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, კარაკოშკებს ომავდა. ხო და ვიფიქრე დავხედე ამ რულეტკას და ვიფიქრე რომ მე ცოტა ხანი გადავდეთ მეთქი რა ხო და იგი ვაიგ რა ხდება. ხო და მოკლედ მოვსინჯე ჩემი ბედი ახლა კინოთეატრის კინო ფაკულტეტზე თეატრალურ ინსტიტუტში. მაგრამ რა ხდებოდა საინტერესო რომ თვითონ მულტიპლიკაციაზე, ანიმაციაზე მე თვითონ ახლა თითქოს გადარეული არ ვიყავი რა. ანუ რა ტრიალებდა ჩვენ ერთი ქონდა დისნეი გონდა ნანახი, ერთი ორი ფილმი და მუპაგადი იყო ეგა და ეგა. მე ვიფიქრე, მოდი ახლა ესე გავაკეთებ მეთქი. ეხლა წავალ, ხატავ ხო კარგად ვხატავ. ასე მეუბნებიან. მეთქი მივალ იქ კინო სარეჟისორო ფაკულტეტია. ჩავაბარებ ანიმაციაზე უფრო იოლად, მე მეორე მესამე კურსზე გადავსკუპდები. ჩაულებებ დიდ კინოზე. როგორც კი მულტიპლიკაციის პირველ ჯადოქრობებს გაეცნო, დათო სიხარულიძეს მაშინვე გაუქრა სურვილი კინოში წასულიყო. ჯგუფი საუკეთესო აღმოჩნდა. მისი წევრები კვირაში 7 დღეს ერთად ატარებდნენ. სახლი აღარავის ახსოვდა. კანდელაკის სახელოსნოს თავიდანვე გაუჩნდა თავისი მიმართულება, რომელიც ძალიან შორს იყო მაშინდელი ტენდენციებისაგან. დისნეის საბჭოურად გადამღერებისაგან. თავიდანვე ეგრე შეუბერეთ რომ მე ავანგარდეს ხო რომ თუ რამე კეთდება და გასაკეთებელია უნდა გაკეთდეს ისეთი რაღაც ახალი მოკლედ ახალი რაღაც ახალი ტექნოლოგია მოვიკონ რა ხატვა ფერწერა მუსიკა რა გინდა ამაზე უკეთესი ხო თუ გამკეთებელი ხარ რამის გამკეთებელი თუ ხარ მოვიდა დიპლომების დაცვის დრო ჯგუფის 5-ვე სტუდენტმა საკუთარი ორიგინალური სცენარი წარმოადგინა დათო სიხარულიძის სცენარი გელა კანდელაკმა ყველა დანარჩენისაგან გამოარჩია. სცენარი იყო ადამიანი არის რაღაც გარკვეული ერთი ფერის. ხო და
ის თორსად რაღაცას თავის ფერში უნდა რომ ყველაფერი იყოს მისნაირი ფერის იყოს. ნუ ადამიანი ჩემნაირი იყოს, მოდი მისნაირი იყოს და რაღაცა ყველა საგანს, ყველაფერს მის გარშემო რაც არსებობდა, ყველაფერს თავის ფრად ღებავდა. ხო და გამოვიდა ბოლოს ეს რა გადაღება ყველაფერი, თვითონაც იმ ფონზე დაიკარგა და დაიღუპა მოკლედ რაღაც ეგეთი. კინოსტუდია ქართული ფილმის მულტგაერთიანებაში ახალგაზრდა მულტიპლიკატორებს მხოლოდ ერთი ერთეული გამოუყვეს, რაც ერთი ფილმის გაკეთებას ნიშნავდა. ამიტომ გელა კანდელაკმა სტუდენტებს შესთავაზა სიხარულიძის სცენარზე ყველას ერთად ემუშავათ. ამ იდეით არავინ აღფრთოვანდა, მათ შორის არც დათო თაყაიშვილი, რომელსაც საკუთარ სცენარზე სურდა მუშაობა. მაგრამ თავზევით ძალა არ იყო და დათო თაყაიშვილი და დათო სიხარულიძე ერთად შეუდგნენ სადიპლომოზე მუშაობას. მულტიპლიკაციური ფილმი ჭირის დამდგმელი რეჟისორი დათო თაყაიშვილი გახდა. დათო სიხარულიძე დამდგმელი მხატვარი და სცენარის ავტორი. გელა კანდელაკი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. თუმცა სანამ უშუალოდ ფილმზე მუშაობას დაიწყებდნენ, ჯერ მოსკოვში იდეოლოგიური გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. სცენარით წავედით გოს ჩვენ ხო სცენარს ყველაფერს ვათანხმდით, მაშინ საბჭოთა კავშირის სახ ერქვა ალბათ ხო გოს კინო იყო ესეთ რაღაცა იყო ეს ჟღერს უბრალოდ გოს კინო ესე ერქვა რა მოკლედ რა. იქ მივედი და გვეუბნებიან. თქვენ შემოძმოვა ცოტა ხო მიგიკაკუნებია თავი რამისთვის ახლა გვერვაგ რომ ის რა ქვია ეს მოიტანეთ ეს სცენარი და კაცი ღებავს ყველაფერს ერთ ფერში და წითელი ფერი ხო არ გერთ ის იყოსო ჰა არ გვინდა წითელი ეხლა დარეკილია თბილისიდანო თქვენი დაწესებულებიდანო ზუსტად კაცმა დარეკა თქვა ეხლა მოდისო ანტისაბჭოთა სცენარიო ნუ აქვს ორ ახალგაზრდა კაცო და არ შემოგიპარონ როგორმეო პირველი ფილმი გინდა გავაკეთო ჭუასი არა ვარ როგორც იქნა ჩაგვიშვეს რაღაც და რასიზამთო ეხლა რა ვქნათ გინდა რომ გავაკეთო არ არის წითელზე არ შევღებავთ წითელს რა ფრად შეგებავთ ნუ რა ფრად გინდა თუ თქვენ რომ შევღებავთ თქვათ ყავისფრად ანუ ყავისფერი ჭირი მოგეხსენება და სულ გააფაშისტეს ყველაფერი მაგრამ ვიფიქრეთ მოდი რაღაცა კიდე აქეთ იქით და მოდი დათო კაი დავთანხმდეთ ამას და პირველი ფილმი გავაკეთოთ ესე ფაშიზმზე, პრინციპი ფაშიზმის თუ ასე იფიქრებს ადამიანი რა არის რომ ის წითელი და ფაშიზმი არ იყო და წითელი იგივე არ არის, გინდა წითელი და არ ქვიდა, გინდა ყავისფერი, ერთდაიგივეზე საუბარი პრინციპში. იქაც ბოლომდე ცოტა მოშტერო ელემენტები იყვნენ. ნოვატორული იდეებით შეპყრობილმა ქართულმა მულტიპლიკატორებმა ფილმზე მუშაობის ჩვეულ მეთოდებსაც ეჭვის თვალით შეხედეს და მიზნის მისაღწევად ურთულესი გზა აირჩიეს. ჩავედი მე პავილიონში, ავიკაპიზე, მივყავი ამ სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი. დათო რეჟისორი. და გელა ყავს იქ თავზე, სამხატვრო ხელმძღვანელი. ხო და პავილიონში რა ხდება? პავილიონში ვირთხები არის, ძროხის ხელა. დარბიან აკეთე და პავილიონში ნუ დავიჯერე ჩემი ხელით მინდა გავაკეთო მთელი ისა რა ქვია გაფერადებას. კი არ გვინდა არაფერი ცეხები როგორც კეთებოდა, არა ტრადიციული ტექნოლოგიით მოკლედ რა. ხო და დავიწყე კეთება, ერთი სცენა გავაკეთე, მეორე სცენა ვაკეთებ. დამიწყე მიყენა რაღაც ხანი რაღაც აუ დამესიენტილები. თუ წილები უკაცრავთ რაღაც ესეთი. მე და თომას აღარ ვაკეთებ რაღაცა უნდა შევცვალოთ რაღაც აქეთ. ამიყვანეს მე ზემოთ სინათლეში და იქ გავაგრძელეთ კეთება და დავამთავრეთ ეს ფილმი როგორც იქნა. ფილმზე მუშაობა დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უპირველეს ყოვლისა ნამუშევარი მოსკოვის გოს კინოში უნდა ენახათ. ადგილობრივ მულტგაერთიანებაში ფილმის მიღება უკვე შემდეგ ხდებოდა. გოს კინოში ფილმი ძალიან კარგად მიიღეს და დაუყოვნებლივ წარადგინეს პირველ კატეგორიაზე. მიზანი მიღწეულია. ნამუშევარი ჩაიბარეს. ყველაზე დიდი რაც ამ ჭირს შეიძლება სტუდენტების აზრით მათთვის მოეტანა, იყო კინოსტუდიის მულტიპლიკატორთა გაერთიანებაში მიღება. უფრო მეც არავინ ელოდა. მათი მოლოდინი არ გამართლდა. დათო თაყაიშვილი და დათო სიხარულიძე საქართველოს მულტიპლიკატორთა კავშირში კიდევ დიდხანს არავის მიუღია. ჭირი სათანადოდ სულ სხვა ინსტანციაში შეაფასეს. ამბავი, რომელიც ერთ საღამოს მოხდა ესტონეთში ნაპოვნი პასპორტის ისტორიის დაუჯერებელ გაგრძელებას ჰგავს. თუმცა ეს ამბავიც არ იყო. ეს ალბათ უფრო მომენტს ჰგავდა. ყველაზე კურიოზულ ჭეშმარიტების მომენტს კაცობრიობის ისტორიაში. დაღლილები ვართ მაგარი და
ვართ 84 წელია და ვართ ქართული ფილმის მულტგაერთიანების ერთ-ერთ სახელოსნოში, მე დათო რაღაცა ცოტა სვამთ, საღამოხანია და რაღაცაზე ვკამათობს, ვკამათობს რაღაცაზე. ხო და შემოდის დირექტორის დივანი და დათო ბიჭები, ისა დირექტორი გეძახეს, გორან ბეგიაშვილი იყო, კაი კაცხვათა შორის დირექტორი მაშინ. ეხლა კარგად არის, მაგრამ მაშინ დირექტორი იყო, ეხლა აღარ არის დირექტორი. ხო და გეძახითო რა, მოდითო რა. კამათო, მოიცა, მოვალ, ხო, დუდი ლაპარაკობს რაღაცა უბერავს კიდე. მოვიდა ერთი ნახევარსაათმენი კაცო კაცი გელოდებადო სასვლა უნდა არ მოვალთ ეხლა მოვალ მე როცა პარები იყო და შემოდით თქვენ გურამბეგეში თქვენა ბიჭო ჭუაზე თუ ხართ ერთ მიხარითო რა დაარეკესა მოსკოვიდანო თქვენმა იმ ჭირმაო აიღო კანშიო პალმის რტო მოთ პატარაო პატარა არ გვინდა დიდი გვინდა უფრო მოუმზადებელი ალბათ არავინ შეხვედრია თავისი ტრიუმფის წამს არსად იყო ფეერვერკი და კანის წითელი ხალიჩი ეს წამი არ გავდა მათ წარმოდგენას იმ მომენტზე, როდესაც ქართველი ხელოვანი კანში ოქროს პალმის რტოს აიღებდა. ავტორების ნაცვლად პალმის რტო საკავშირო მულტიპლიკატორთა გაერთიანების წარმომადგენელმა აიღო. მულტიპლიკატორებს კი ჯილდოდ საერთო სახალხო სიყვარული არგუნეს. ეს მაშინ ახალგაზრდები ვიყავი და დათო მით უმეტეს კიდე და რაღაცა არსებობს, რამოდენად არსებობს საზოგადოებაში ისა რა ქვია განწყობილება და რაღაც ადგილი რა ესეთი ავტორიტეტული შეიძლება გავიბღლანზე და რაღაც ისე ერთით რამე არ ყოფილა მაგრამ რა იყო იცი რომ იყო ესეთი რაღაცა რომ ვა ბიჭო თქვენ რა მაგრები ყოფილხართ რა ერთი მეგობარი მყავდა იქ რა ქვია მაშინ იხდიდა რა იყო რუსთავში ზონაში ხო და იქ მივდიოდი ველაპარაკებოდი ხოლმე და სატნახა როგორ ხარვიჭი და ამბობენ რომ ძალიან მაგრებიო რა რომ ეგ ბიჭიო, ან ძალიან მაგარი, ან ძალიან სიამბანდია, რაღაც ესეთი იყო. კანში აღებულ გრან-პრის მოყვა ორი ძალიან პრაქტიკული პრიზი. პირველი დათო სიხარულიძეს პირად ცხოვრებაში ძალიან გამოადგა. ყველაზე მნიშვნელოვანი თუმას გრაბეგის ქვია პრინციპში ესეთი რაღაცა მოხდა, რომ მანქანები მოგვცეს ურიგოდ. ურიგოდ. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ჟიგულის მეტი მანქანა არ იყო. ფერი მე მომცეს სხვა მოდელი 04 დათოს მისეს 07. მაგრამ კარგი რა ხო. უღრა ოქინს ახლა. ორივე ავიღეთ რა გავაკეთეთ. ერთ კაც ძალიან უნდა ჩემ მანქანა რა ჟიგული და რიქში ბოლოში იყო და მე მე მანქანა მყავდა მამაჩემ მაჩუკა 01. ყავდა ახლა რა. ხო და მე ვაპირებდი ეს გოგოს ხო და ფული მჭირდებოდა მოკლედ ხო და ის გოგო ხო დღეს ჩემი ცოლია ხო და მოხარეს ხო გინდა რა ქვია ხო მინდა ხო და წაიყვანე და სხვა ფული დაამატე მეთქი რა ხო და იგი ხო და მომცა ფული ზედმეტი როგორც კეთებოდა რაღაც ჩემი გამოგონება ეგ არ იყო ხო და დათომაც იგივე გააკეთა დაცვაც ფული ჭირდებოდა და 85 წელს კი თაყაიშვილი და სიხარულიძე საბჭოთა კინემატოგრაფისტთა კავშირში მიიღეს ეს პატივი უფრო ხმამაღლა ჟღერდა ვიდრე რეალურ პრივილეგიებს შეიცავდა მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო რა მოგვცა ჩვენ ამ კავშირის წევრობა პრინციპში რომ დავფიქსდი ხო ისე რომ მოსკოვში რომ ჩავდიოდით კინოსახლში შევდიოდით და დავიწყებოდ მაგარი რესტორანი ხოდა ძალიან ფანტასტიკური ყველაზე კაი ხარისხიანი და მოგეხსენება ესა რა ქვია საზოგადოება და ჩვენ რა გვქონდა ვიყავით ეგ გაჯგემულებით და უბრალოდ ვაკეთებდით და გავაკეთებდით ხო და ეგ ჭირზე თაყაიშვილთან და სიხარულიძესთან ერთად დიდი ჯგუფი მუშაობდა. კომპოზიტორი თეიმურას ბაკურაძე, ხმის რეჟისორი მადონა თევზაძე, ანიმატორი ნანა სამანიშვილი და სხვები. ზოგიერთ მათგანთან დათო სიხარულიძე შემდეგაც მუშაობდა, მათ შორის მადონა თევზაძესთან ბაბაჯანაში, ბატი ტასიკოში და სხვაგან. დათო თაყაიშვილისათვის და დათო სიხარულიძისათვის ჭირი პირველი და უკანასკნელი ფილმი იყო ერთად. ჩვენ მეგობრებად დავჭით მოერთადერთი ეგ არო ერთ მაშინაც იმიტომ ვიმუშავეთ ერთად რომ ერთი ერთეული ქონდა მოგწეს კინოში აი ერთი ფილმია გადასაღები ერთი ერთეულია წელს და ჩვენ ორივე ვიდექით და შენ წახვალ არა მოდი ორივე წადით და ეს მაგრამ ეს სცენარი იყო და ეს ამავე რა თორე პრინციპი ახლა ისე არ მიყვარს საერთოდ კოლექტივიზაცია და რაღაცა არ დათოს არ უყვარდა პრინციპი მაგრამ ისე არის რაღაცა გამოვიდა ესეთი რაღაცა რა და რომ რაღაც გამოვიდა არა უშავს აი ესე იყოს Anyways, guys,
ბატი ტასიკო სიხარულიძემ თავისივე სცენარის მიხედვით შექმნა. ამ მულტფილმს არ დაუმსახურებია საერთაშორისო პრიზი, თუმცა ქართველი მაყურებლის უსაყვარლეს ფილმად იქცა. აქ არა ყოფილა. ტასიკო, კიდევ კარგი გიპოვე. აქ ახარ? არა, აქ არ არის. რანაირი ხარ? ეხლა ისე გამაბრაზეს ჩვენ შენზე ისევ თქვის ეგ ბატიო. ვიცი. გეგონება სახელი არ გერქვას. აიღული, შემართლა ბატო. ბატი ვარ, აგერე შენ და შენ თვითონ მოუარეთ ჩემთან. აბა შენ ახარ. ბატი ვარ. საქართველოს ფოსტაში მარკაც კი დაიბეჭდა ბატი ტასიკოს გამოსახულებით. ეს იყო სიხარულიძის ძველმანების კივრში აღმოჩენილი ერთი პირველი პერსონაჟი. დახვეწილ მხატვრობასთან და ორიგინალურ ანიმაციასთან ერთად ფილმის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა გახმოვანი. არგინა თავით კანადაშლა ახიარჩებდა. თავიდან კამათი იყო როგორ ახლა ამხელა მსახიობები როგორ შეიძლება რომ ესეთი ანიმაციურ ფილმში შენი ქართული კორეფეები და გენიოსი ეს რამას ყვიყვაძე და რა თქვა აბა ბაცო ბატე ხო არ გახმოვანებს არა ვაი ჩვენ რა გავაკეთოთ ხო და ეგ იყო და მე რა მოხდა მე მოხდა ეს რომ ხალბატონი მედეა დოდო აბაშიძე ირაკლი უჩანეიშვილი რა ვიცი ესეთი ამ ხალხმა გააკეთა ამ ხალხის გაკეთებულია რომ არის ჩანს კიდეც ის ყველაფერი და ისმის კიდეც ის ყველაფერი და დიდება მათ ბაბაჯანა მეორე პერსონაჟია ძველმანების კივრიდან რომელმაც ქართულ მულტიპლიკაციაში ახალი სიტყვა მოიტანა ოთხმოციანი წლების ბოლოს კი დათო სიხარულიძე ბულგარეთში წავიდა. სადაც შედგა პირველი კინოპროდუქცია ქართველებსა და ბულგარელებს შორის. შედეგის 7-წუთიანი ფილმი ანტრაქტი, რომელიც ბულგარეთში დარჩა და საქართველოში ფართო მაყურებელს არ უნახავს. ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ განათლების სამინისტროს დაკვეთით იწყებს მუშაობას სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომელსაც ბოლომდე ვერ დაარქმევ ანიმაციას. ფილმი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას ეძღვნება და მასზე დათო სიხარულიძე რეჟისორ კოკი დადიანთან ერთად 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. რეკომენდაცია ამ ფილმთან დაკავშირებით თავად გელა კანდელაკმა გაუწია. სიხარულიძე მაშინვე დათანხმდა. მას მამა გოგებაშვილოვი ჰყავდა და ბავშვობიდანვე ესმოდა მესასახელად. რეჟისორის გადაწყვეტილებით იაკობ გოგებაშვილს ფილმში სწორედ მისი მამა ახმოვანებს. გავაკეთეთ ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ ჩვენმა პატრიარქმა თქვა, რომ მეო გოგებაშვილო სულ სხვანაირად დავინახეო და ფილმის ნახვის შემდეგ აბრძანდა იმაზე რა ქვია, სასაფლავზე, თაწმინდაზე და გადაიხადა მოსასწრაფებლად პარაკლისი. დაი 90-იან წლებში დათო სიხარულიძე ტოვებს იავარქმელ ქართულ მულტიპლიკაციას და ბედის საძებნელად ოკეანის გაღმა მიემგზავრება.
წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცოტა ხანი ვიყავ ხოთაში, ერთ ხანს ვერ გავჩერდი, გიჟი ქორწილში მოხვდა და მოდი ჩემი სახლი ეს იქნება, ეგრე ღვარანი მაგის ესაუბრე. კი, გაიცოცხლე, ახლა ლოს-ანჯელესში ვიყავი, ძალიან კარგ ოჯახში ვცხოვრობდი, რუსუდან კიკნაძესთან. ისიც ალბათ ის ისტორია. მე მოხდა იქ დიდი უბედურებას დატრიალდა ხო ქნოლობეს სხვა თემა კიდე. ხო და კარგად ვიყავით ძალიან იქა და გავდიოდი ამ წარმატებულ კინო იმებში რა ქვია წარმოებებში და ვეცნობოდი ახალ ტექნოლოგიებს როგორ აკეთებენ, რას აკეთებენ, ხელით აკეთებენ თუ ახალი პროგრამებში გასკეთებოდა, მაგრამ ძალიან კარგად წავიწიე წინ. ტექნოლოგიებისა და სანახაობათა ბუმიდან დათო სიხარულიძე კვლავ პოსტსაბჭოთა რეალობაში დაბრუნდა და როგორც თვითონ ამბობს, ძლივს მიუსწრო უკანასკნელ მატარებელს. თავიდან სტუდია აუდიენციის სარეკლამო განყოფილებაში მოხვდა. შემდეგ მეცხრე არხზე პირველად სცადა ანიმაციაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. როგორც კი საშუალება მიეცა, კვლავ გახსნა ძველმანების კივრი და იქიდან წარსულის ცნობილი კრიმინალები, აფერისტები და ავანტიურისტები ამოიყვანა. აი, გაგიჟდები რა, რაები ხდება ეს სუბტაც რომ აბსტრაქციონიზმია რა. დათო სიხარულიძის და აკა მორჩილაძის ყოჩაღებში გიგლა ბერბიჭაშვილმა, ყვაჭი კვაჭანტირაძემ, კამომ, არსენ ამარაბდელმა და პაპუსიამ მოიყარეს თავი. ყველა პერსონაჟს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ახმოვანებდა. თოჯინური სერიალის ანიმატორები ზურა ქიქოძე და მისი გუნდი იყო. ყოფილია სუბლების ხსოვლასა და არავის გადავდივარ ბატონ ჰაბლეთთან. არ დავლებ მაგას 100 წელი. მეფე გაწყდის დალეჩქარა. მომეცით მე დავლებ მე თასატკიებს მაგას სასმელი. ოხსენი დედა რა მომეწამლე მოკვდი შაძაღლდე შენ არაგაცო შენ რა ხდება ისე სასწაული რაღაცა ხდება აი ხომ ისე წავიდა ეს ფილმი და ისე მოხდა კანში რომ არც გაგვიგია ჩვენ არაფერი ხო და მე არ ვიცი ამ ფილმები სადღაც აიღო ვის უნდა დაუდო ვის უნდა ანახო ვის უნდა უთხრა და გავუშვი არ გავუშვი არავისაც არასოდეს არ აინტერესებს რა ვაკეთებ ჩვენთვის მე ვდევთ ოთახში მე წერიედება და მე ახალ სამუშაოს ვიწყებ მე ისე უნდა მიყრება თუ თავზე ძდება არ ვიცი და სულ წყდება ამაზე მეტი არაფერი რა მართლა არ ვარ გადაეგარე და გათავდა რა დაახლოებით 2 წლის წინ ტელეკომპანია მზის ეთერში კვაჭი კვაჭანტირაძე გამოჩნდა დიდი ქართველი როგორც სიხარულიძე ახასიათებს ჯავახიშვილის რომანის ანიმაციური ვერსია გოლგრილს არ ავისწავებდა. აქ დათო სიხარულიძემ მხატვარ ია გიქოლაშვილთან ერთად იმუშავა. პატარ-პატარა სერიებად დაყოფილი ანიმაცია მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ ისიც ისევე შთანთქა გაუმაძღარმა ტელევიზიამ, როგორც დათო სიხარულიძის სხვა ნამუშევრები. მოკიდებდა ხელს, ხო? დაკოცნიდა ცოცხლს და წისკენ. ბოლო ნამუშევარი, სადაც ანიმატორმა გურული ყაჩაღები უკვე 3 განზომილებაში გააცოცხლა, მაყურებელს ჯერ არ უნახავს. ფილმს გავარდნილები ჰქვია და მის სცენარზეც აკა მორჩილაძესთან ერთად იმუშავა. მე ტასიკო მიყვარს ძალიან და ეხლა გურულები შემიყვარდა ძალიან, აი ეს გავარდნილები. რა ვიცი, ესე და თან ის არის რა ქვია, იმ ქვეყანაში იქ ევროპაში გაჩენილი შვილივით არის და ეს რაღაც სხვა ცოლისგან გაჩენილი შვილი, სხვა ცოლისგან გაჩენილი შვილივით არის და ორივე კარგი არა უშავს, რა მიყვარს ორივე რა. დიდი კინემატოგრაფი დიდი ქვეყნებისთვისაც ფუფუნება. კომერციული ინტერესები კომპრომისებს მოითხოვს. კითხვაზე ხელოვნება ხალხისათვის თუ ხელოვნება ხელოვნებისათვის ფულმა მასის სასარგებლოდ უპასუხა. მე თვითონ ჩემთვის და ჩემი
ინტელექტის კატეგორიის ადამიანებისთვის ვაკეთებ ფილმს, რომლებიც აი თომსაც ვაკეთებ, მოკლედ არ არის ხო სულ ბავშვების ჩემი ფილმები პრინციპში რა. და რა ვიცი, მე თვითონ ახლა ესეც აკეთებ, ეს უბრალოდ აკეთებ, არის ხალხი აკეთებს ამას, აკეთებს ხალხი აკეთებს იმას, ესეც რაღაცაა რა. მე როგორ ისთვის ვაკეთებ და გეტყვისთვისაც ვაკეთებ. მე ძალიან მიყვარს თორსა როცა კარგი ანეკდოტი ვიცი და რაღაცა ვიცი და მაგას რომ მოუყვდე რომ ყარო გროიცინეს გარემო ბედნიერი ვარ ხოლმე. რაც შეეხება კანის ფესტივალს, ოქროს პალმის რტო მულტიპლიკატორებმა მოგვიანებით მოიკითხეს. მოსკოვიდან პრიზის ნაცვლად გულის დამამშვიდებელი პასუხი მოვიდა. დავინტერესდით ერთხელაც რა, დავინტერესდით სად არის გასულ ეს პრიზი? ხო, კარგია ეს ყველაფერმა. თვითონ პრიზი სად არის? რატო არის? სად გაქრა? არ მომოვიდეთ ჩვენამდე? და მე მოგვითხრეს რომ ჩემოძმებო ეს პრიზი როგორც ასეთი რჩება მოსკოვში. მოსკოვში არსებობს ასეთი თეატრის და კინოს მუზეუმი და მთელი ეს პრიზები რაც აღებული აქვს აქამდე და აქამდე აღებული საბჭოთა რეჟისორებს აქვს თქვენ მარტო ჩაგრავთ ასე ანუ იქ აწყვია ყველანი წადი და ნახეთ უგნებას და წადი ნახე მეთქი და ჩამოგვივიდა დიპლომი დათოს ნახება ის დიპლომი რომელზეც მოყვება იმ პრიზს უცნაური დრო იყო 80-იანები დაიწყო თვითმფრინავის გამტაცებლებით გაგრძელდა ჭირით ზამონანიებით და დასრულდა პერესტროიკით ჯინსების თაობაში ყველა თავისებურად ცდილობდა ყოფაში მეტი თავისუფლების შეტანას. გელა კანდელაკის სტუდენტებმა ამას ნახატების გაცოცხლებით მიაღწიეს. ჯგუფში 5 იყვნენ. რეზო გვარლიანი, ლადო სულაქველიძე, დავით სიხარულიძე, დავით თაყაიშვილი და ლევან ჭყონია. მათგან 2 უკანასკნელი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. დათო თაყაიშვილისათვის მულტსახელოსნოში შეუმჩნევლად ჩავლილი ტრიუმფი ყველაზე დიდი ჯილდო იყო რაც ცხოვრებაში ეღირსა. დათო სიხარულიძისათვის ეს ტრიუმფი შესაძლოა ჯერ არც დამდგარა. როსნიჩასი რაღაცა მგონია მე რა არის. შეიძლება არ ვიცი აი რაც ქვია. რაღაცა ვერ აღვიქვა ესეთ რაღაცას რა. რაც ქვია ზოგადად რომ უბედნიერესი ვარ რაღაც ესეთი რო არის რომ აი ეს წამია და წამო გაჩერდით რაღაცა ეგეთი. ეგეთი არ მქონია მართლა. ნუ მე არ მიგვიძნე ალბათ რაღაცა სხვანაირი მგონია რაღაც არ ვიცი მე რომელია ეს. რაც შეეხება სამყაროს, რომელიც უკვე სამგანზომილებიანი გახდა, მაინც ადრინდელზე მეტად არ მიახლოვებია რეალობას. რეალურ ცხოვრებაში დათო სიხარულიძესთან მეტი სიმარტივეა და მთელი მისი ბიოგრაფია რამდენიმე წინადადებაში ეტევა. დედა და მამა მყავთ ცოცხალი რა, თქვა 85 და ქვემოთ სატურის ქვემოთ ცხოვრობენ. და მოვლაში ვარ კიდე ეგეც არის რა. მოსავლელია ხალხ 85 წლის ხალხი რა ვარია ხო? ხო, ესე და მე ცხოვრობდი იქ რა ქვია, დადიანის ქუჩაზე. ლენინის მოედანის ყოფილზე. ეხლა თავისუფლების მოედანზე. იქ ცხოვრობდი და აქ არ იყო ეს. მარტო ქვემოთ ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ და მე იქ ის სახლი გავყიდე და ზემოთ აი დავაშენეთ. მე დავწვიეს. მე თავზე გავყიდე და მიდის რა ცხოვრობ რა. მე მგონი ნორმალურად მოსაწყენად არ მცალიან არა, ვერ ვიცლი რა მოსაწყენად რა. სარხან ესე ხდება, ცუდებით ხდება, კარგით ხდება რა. ცხოვრება ცოცხლია რა ესეთი რაღაცა რა, ძალიან კარგი ესეც უნდა.